ცოდნა არის საჭირო, ყველაფრის ცოდნა, ყველაფრის კვლევა. ჩემი აზრით ამის გარეშე არ გამოდის. მარტო შთაგონებით რაღაცა ხდება და ეს პირველადი ნიჭი რაღაც პროდუქტს ბადებს, რომელიც საინტერესოა. მაგრამ მე მარტო ამაზე ჩამოკიდებული ვერ იქნები. ჩემი თაობის ლიტერატურაში შემოსვლა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წლები იყო, ეს სამოქალაქო ომი იყო, მთელი ეს ძიმე პროცესები იყო და აქედან გამომდინარე ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ჩვენს ტექსტებზეც მოახდინა გავლენა. ჩვენს წიგნებს მაშინ გამოვცემდით ხოლმე რაღაც პატარა სტამბებში მიქონდა რიზოგრაფზე კეთდებოდა 100-200 ცალი. თათაშორის დათო ბარბაქაძე იყო ძალიან ყოჩაღი ამაში, პოულობდა იაფიან ასეთ ადგილებს და ხშირად ის გამოსცემდა ხოლმე და მე ჩვენს აგვიყოლია ამაში. უკვირდები ახლა მაგალითად ახალ თაობასაც რამდენიმეჯერ ვკითხე და ისე ახლოს არ არიან ჩემი აზრით მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები ერთმანეთთან, როგორც ჩვენ მაშინ ერთმანეთთან ახლოს ვიყავით და ერთად ვიგონებდით რაღაც აქციებს. შეიძლებოდა მან მხატვრების გამოფენა ყოფილიყო და მისულიყავით ჩვენ და ლექსები წაგვეკითხა, ან თქვათ ლიტერატურული ღონისძიება ყოფილიყო და ისინი მოსულიყვნენ და დაგხმარებოდნენ. აქ იყო ძალიან მაღალი დონის ინდივიდუალიზმი, ძიების პროცესი იყო, ტაბუების მოხსნის პროცესი. რეაქტიული კლუბი იყო, ჩვენი ესა ქრონოფაგები იყო, ანომალიური პოეზია, სადაც მე ზურარ თველიაშვილთან და გიორგი ბუნდოვანთან ერთად ვიყავი. ჩემო ძვირფასო, რადგან ყველას ეკუთვნია ახლა, ბედნიერების სათავეა შენი სისრულე. ჩვენ ყველანი ახალგაზრდები ვიყავით და რაღაცნაირად ერთმანეთისგან ვსწავლობდით. ეს აქტუალობას დღეს რასაც ეძახიან, მაინც და მაინც თითქოს რომ უნდა აყვეს ავტორი რაღაცა აი ამ აქტუალურ თემებს, თორე ისე ჩაიძირება, ისე არავის ინტერესს არ გამოიწვევს. ასეთი რამ ჩვენ დროს არ იყო, იმიტომ რომ იმდენად ეს სოციალურ-პოლიტიკური ვითარება იყო ტრავმული, აი ეს ტრავმა თავისთავად გადადიოდა პოეზიაში, ძალიან ბუნებრივად გადადიოდა. ჩემი მაგ პერიოდის პოეზიაში აი სოციალური თემები ძალიან ხშირია. აი შეხედეთ, მოდის ისიც ასვია ჯინსები, ხელში უჭირავს ცარიელი ბოთლებით სავსე ჩანთა და მინისტარის მიმღები პუნქტისაკენ მიემართება. მას აქვს პესიმიზმით გამოტენილი თავი და ცარიელი ჯიბეები. მას გული ერევა რითმიანი ლექსებისა და პოლიტიკური სტატიების კითხვისა. პოლიტიკაზე ნაკლებად ხდებოდა აქცენტი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცოდით რა იყო პოლიტიკა. ამ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდით, გაჩერებულ დროში, მე რაღაცა ეს პერესტროიკა მოვიდა ვითომ, მე უცებ რაღაცა დაიშალა, თუ ჩვენ ვწერდით ომის შედეგებზე ვწერდით, რაც ომმა მოიტანა, ამ სოციალურ თემებზე ვწერდით. მეტრო სიგარეტია, მეტრო ჯიბეა, მეტრო გულის ამრევია, მეტრო თითის ტროა, მეტრო ლოკოკინა, მეტრო მოტეხვა. მე ნამდვილად ვერავის ვერ მოუწოდებ, რომ მაინც და მაინც პერფორმანსის
ფორმებს მიმართონ არ არის ეს მართლა აუცილებელი, უფრო მნიშვნელოვანი არის მართლა ტექსტზე დაკვირვება და ტექსტზე მუშაობა. ეს არის მთავარი, რაც ცოტა მე არ მაკმაყოფილებს, იმიტომ რომ ათვისებული ფორმების მექანიკური რაღაცა გადატანა ხდება ხოლმე თითქოს თვალშისაცემი ახალი პოეზიის ნიმუშები თითქოს ნაკლებია. ამასაც რაღაცა ეტყობა დრო უნდა, ეპოქა ძალიან უნდა შეიცვალოს, რომ რაღაც ესეთი ახალი პოეზია გაჩნდეს. ეგ იქნება ჩემი აზრით ეს ამოცანა ახალი თაობის, რომ ეს ახალი ეპოქა დაინახონ და არა მხოლოდ პრობლემები, არა მხოლოდ აქტუალური თემები. ჩემს ირგვლივ ეს პოეტები ჩემი თაობის ვინც იყვნენ ყველანი მეტნაკლებად თარგმნიდნენ, იმიტომ რომ მაშინ ეს გარდამავალი პერიოდი რო იყო, ძალიან ბევრი რამ იყო შემოსატანი და ამიტომ თითქოს მოვალეობაც კი იყო, რომ გვემუშავა მიმართულებითაც. ჩემი ინგლისური ძალიან არასრულყოფილია, მაგრამ გინზბერგის ყმუილი მაქვს ნათარგმნი და დიდი წვალებით. ჩემი თაობის ყველაზე ჭკვიანი ხალხი ვიხილე, შეშლილობის პირას მისული, მოშიმშილე შიშველი და ისტერიული. რთული იყო, რაღაცებს ვერ ხვდებოდი და მე ისევ მივედი ზურა ქარუმიძეს ვთხოვე და ზურასთან ავდიოდი, რამდენიმეჯერ ავედი და მუშაობდით. მე არც დამაწერინა თავისი სახელი, ვუთხარი ესა იმდენი იმუშავე მეთქი და იმდენი დამეხმარე, ახლა ზურას გარეშე არ გამოვიდოდა ეგ თარგმანი. ახალ რომანს საკმაოდ უცნაური სახელწოდება აქვს, ბედნიერება ქვია. საკმაოდ უბედურ ეპოქაში ასეთი წიგნი დავწერე. რაღაცნაირად ექსპერიმენტული ტექსტი გამოვიდა. ძალიან ბევრი პერსონაჟია, 100 მეტი. თავარი პერსონაჟი არ არის. თვითონაც არ ვიცი ახლა რა მოხდება. ეს ფორმა მკითხველს ჩაითრევს და ასე როგორც ამბობენ ხოლმე სულ მოუთქმელად წააკითხებს თუ პირიქით გააბრაზებს და ისა დახურავენ მე-15 გვერდზე და მოისვრიან და შემაგინებენ.